სოზარ სუბარი სოფელ ნოჯიხევში აფხაზეთიდან დევნილ შონიების ოჯახს ესტუმრა, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუძინა. აფხაზეთის ომის მონაწილე მალხაზ შონია სახლთან ერთად ხილისა და დაფნის ბაღების მესაკუთრე გახდა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სახლი უკვე 1500-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუძინა. სოფლად სახლის პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო სახლს კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახისთვის შეიძენს. სამეგრელოს რეგიონში ყველაზე ბევრი დევნილი ცხოვრობს და ყველაზე მძიმე სოციალური პირობები დევნილებისთვის სწორედ აქ არის, ამიტომაც გასაგებია, რომ ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამ რეგიონს ექცევა ჩვენი სამინისტროს მხრიდან. სოფლის სახლის ფარგლებში უკვე 659 ოჯახს შეუძინეთ ბინა და წლის ბოლომდე მინიმუმ 150 სახლით გაიზრდება ეს. ეს ნიშნავს, რომ ამდენმა 650 ოჯახმა მიიღო საკუთარი საცხოვრებელი სახლი თავისი შემოსავლით, იმიტომ რომ უმრავლეს ამ სახლებს აქვს ძალიან კარგი მიწა და ძალიან კარგი შემოსავალი. ხა ჩვენ მივხვდით დღეს ერთ-ორ სახლში, სადაც პირდაპირ ადგილობრივებმა თქვეს, რომ ამ სახლში გადახდილი და მიწაში გადახდილი თანხა მინიმუმ მაქსიმუმ 2 წელიწადში ამოიღებს თავის თავს და უკვე მოგებაზე გაიყვანს ადამიანს. დევნილი აფხაზეთიდან, სოხუმიდან და სოხუმის შემდეგ გადმოსული რომ ვიყავი, მე ვიყავი სამხედროშიც, მე შუა ხორგაში, ბაღში და ცოტა პრობლემები ქონდა და ეს პროგრამა რო გამოჩნდა დევნილების, ეს ძალიან გამომადგა მე და შევიძინე სახლი. ძალიან ყვაყოფილი ვარ. გავიგე ეს პროექტი რო გახორციელდა, ძალიან გამიხარდა. დავწერე აპლიკაცია და მადლობელი ვარ დევნილთა სამინისტროში, რომ მიყიდეს ეს სახლი. აწი ყველაფერს ავაშენებ და შემოსავლიანი სახლი, მაგრამ რასაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შემოსავალი მქონდეს სახლში. აი, იმიტომ სოფელში კარგი რომ სახლი მიყიდეს.